მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? აბა გუშინდელი აღელვების შემდეგ როგორ გრძნობთ თავს? მე მშვენივრად. ისიც მითხარით, გესმით თუ არა კარგად ხმა. ერთი წუთით შეიძლება ამან უკეთესად გაგვაბედნიეროს. აბა მითხარით, როგორ გესმით ხმა. თუ ვინმე შემომიერთდებით. ეხლა მე გაჩვენებთ რა სამუშაოს ვაკეთებ. რას ვუმუშაობ, გესმით? ეხლა ნახეთ, უხურეთ. მე გითხარით, რომ მატრიცებს განვიხილავ, ხო? მაგრამ ჯერ მინდა გავიგო ისმის თუ არა ხმა. ისმის ხმა. მოგესალმებით, შემომიერთდა ერთი და ძალიან მაინტერესებდა ამით ისმის თუ არა ხმა, რომ დამიდასტუროთ ისმის თუ არა ხმა და შემდეგ გავაგრძელებ ლაპარაკს. დამიდასტურეთ რა, ხმა ისმის თუ არა გთხოვთ. ესე იგი რა ხდება, ნახეთ, ეხლა ვარ მისული ადამიანზე. 120 ადამიანზე. ის მის ხმა, მეგობრებო, დამიდასტურეთ რა ძალიან გთხოვთ. და რაღაც მინდა განახოთ ჯერ სანამ დავიწყებდე ჯვარზე საუბარს. ნეტა შემოდის თუ არა მაინტერესებს ის. მოკლედ, აი განახებთ ახლა მე თქვენ. ესენი არის მოკლედ მთელი მატრიცები და აი ნახეთ რამდენია და 120,000-ზე ვარ მისული და აი რა არის იცით მეგობრებო? მოკლედ თავისებური ძალის ხმევა სჭირდება ამას ენერგეტიკულად, ხო? უნდა იყოს სტაბილური, რომ ენერგია გასცე. და თუ კი დავიგვიანეთ თქვენთან მატრიცების გამოგზავნა, განხილვა, ხო? ნუ შეგეშინდებათ აუცილებლად გამოგიგზავნით, იმიტომ რომ ისეთი ენერგეტიკული დღეს სხვათა შორის სავსე მთვარეობა ლომში გუშინ დაიწყო და ეს გაგრძელდება 27 თებერვლამდე და ძალიან საინტერესო დრო იქნება ახლა. თუ გესმით, დამიდასტურეთ უბრალოდ, რომ კარგად ისმის თუ არა და სხვანაირად ვილაპარაკებ. ხო და რა მინდა გითხრათ, იცით მეგობრებო, რომ განვიხილავ აი ამ მატრიცებს, ხო? მე არ გიგზავნით სრულყოფილ ვერსიას მატრიცისას. მე გიგზავნით მხოლოდ იმ ჭრილში ხართ თუ არა თქვენ რჩეული. გესმით? მხოლოდ ამაზე ვკონცენტრირდები. ახლა მატრიცის მადლობა მადონა, მადლობა რომ მითხარით. მატრიცის განხილვა ძალიან სიღრმისეულია, შემიძლია 2 საათი ვილაპარაკო, მაგრამ თქვენ გიგზავნით მოკლე ვერსიებს, იმიტომ რომ მე გაწვდით მხოლოდ იმ მონაკვეთს, ანუ იმ ინფორმაციას, რაც თქვენთვის საჭიროა ახლა ამ ეტაპზე. ეს არის რაც უნდა იცოდეთ თქვენ აუცილებლად და რისთვისაც მალაპარაკებენ მე ზეციური ძალები, გესმით? ეხლა ნახეთ, ზოგიერთმა ადამიანმა გუშინდელი გამოსვლის მერე რომ აღელვებული რო ვიყავი, ხო? იცით რა არის მეგობრებო, ისა ცოტა შეშინდა. და მინდა გითხრათ რომ ნუ შეშინდებით, იმიტომ რომ ეს გამოსვლები აუცილებელია. შემი მხრიდან ასეთი მტკიცე გამოსვლა და გადაჭარბებულიც კი აუცილებელია. ეს ამას თავისი საკრალური დატვირთვა აქვს და სანამ თქვენ მიხვდებით რატო ვაკეთებ ამას,
დრო არ იცდის. მიხვდებით ამას აუცილებლად, ოღონდ ეხლა ვერ მიხვდებით ჯერ. და ასეთი გამოსვები თქვენ ნუ შეგაშინებთ, ჩემს სამეგობროს ნუ შეგაშინებთ, იმიტომ რომ ეს არის იმ ხალხისთვის გაგზავნილი მესიჯი, რომელთაც ჯერ კიდევ გონიათ, რომ რაღაცეების ლაპარაკისა და მითითებების უფლება აქვთ ვიღაცეებს, გესმით? და თუ კი, აი მაგალითად, მე პირობა დავდე, ერთ ადამიანს მივეცი პირობა, რომ აღარ შევიგინები, ნამდვილად აღარ შევიგინები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია გაბრაზება. გესმის? და ჩემი გაბრაზება ისე კი არ მოდის, რომ აი მე ვერ შევიკავე თავი. მე ძალიან კარგად შემიძლია თავის შეკავება, უმაღლეს დონეზე შემიძლია თავის შეკავება, მაგრამ მე ვიცი სად შევიკავო თავი და სად არ შევიკავო თავი და სად არ უნდა შევიკავო თავი, იმიტომ რომ სად უნდა ვისაუბრო ასე და როგორ და როდის უნდა ვისაუბრო სხვანაირად. და იმის მაგივრად, რომ თქვენ დაიწყოთ ჩემი გაკრიტიკება, მე გირჩევთ ერთ რამეს რა, დამაკვირდით რას ვაკეთებ. იმიტომ რომ მე არც ერთ ნაბიჯს არ ვდგავ გაუაზრებლად ხუშტურზე და არც ემოცია არ მმართავს მე. მე ემოციებს ვმართავ ძალიან კარგად. იცოდეთ რა? ემოცია არის ერთ-ერთი დემონი, რომელიც ან უნდა მართო, ან გმართავს. არ გიგონოთ, რომ მე ემოციის მიერ ვარ მართული და ამიტომ ვყვირი ვარ. არა მეგობრებო, მე ემოციას ვიყენებ იმისათვის, რომ გავიდეს ჩემი პირიდან ის სათქმელი, რაც უნდა გავიდეს. ემოცია მე ვერ მიყენებს, მე ვიყენებ ემოციას. ხო ხვდებით? ეხლა რაც შეეხება ჯვარზე მომხდარ ვანდალიზმს. თქვენ ნახეთ, რომ ვიდეოები გავრცელდა, სადაც ისევე როგორც უცხო ტომელები შემოსული ტურისტები არიან თუ ვინც არიან ესენი, შეურაცხყოფას აყენებენ ჯვრის მონასტერს და ისევე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ქართველები იცავენ ჯვრის მონასტერს. ეხლა ნახეთ, ეს არც დამთხოვაა და არც შემთხვევაა ის, რომ ჯვარმა მიიქცია ყურადღება, ჯვრის მონასტერმა მიიქცია ყურადღება. პირველ რიგში დაიწყო მე და თიათი, ხო? გახსოვთ მე და თია რო ვიყავით ასული, სულიწმინდა, თეთრი მტრედი და ასე შემდეგ. შემდეგ გაგრძელდა ეს საკითხი, გადაიზარდა იმაში, რომ ჩვენ მოგვიწოდა შინაგანმა ხმამ, რომ იქ შევიკრიბოთ. შემდეგ უშიშროება დამადგა თავზე. შემდეგ, იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვა ვთქვი. შემდეგ გავაცხადეთ, რომ 21-დან 23 მარტამდე ვიკრიბებით ჯვარზე და შემდეგ მოხდა ეს ვანდალიზმი. და ეხლა რა მოყვება ამას კიდე? ეს ამას ჩვენი თვალით ვნახავთ. იმიტომ რომ ჯვრის მონასტერი ესე ჩემი ხუშტური და თიას ხუშტური არ იყო. ჯვრის მონასტერი არის ადგილი, რომელიც ახლა და ამ დროში იქცევს ყურადღებას, განსაკუთრებულად ყურადღებას. რატომ იქცევს ყურადღებას და რისთვის მიიქცია ჩვენი ყურადღება სულიწმინდამ ჯვარზე? ამას თქვენ გაიგებთ. აუცილებლად გაიგებთ. მთელი საქართველო და ქართველები გაიგებენ ამას. მაგრამ ჯერ სანამ ამას თქვენ გაიგებთ, მანამდე გმართებთ ერთი რამ, გამოფხიზლება. თქვენ თუ არ გამოფხიზლდით, ჩვენმა ხმამაც თუ არ გამოგაფხიზლათ, აი ამ ვანდალიზმაც თუ არ გამოგაფხიზლათ, ეს სიგნალები უფრო და უფრო გაიზრდება. ვისგან და რა სიგნალები? ზეციური ძალების მიერ ჩართვა ხდება საქართველოს ერის გამოსაფხიზლებლად. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი და გენი თუ არ გამოფხიზლდა, სოფლიო მიმართულებით დედამიწა უკვე დანგრევის პირას არის. დანგრევის პირას და ეხლა არაერთი ტელევიზია არსებობს იმის გადაცემა არსებობს იმაზე, რომ დედამიწა უკვე აპოკალიფსის პირას არის, ხო? ნონა ყველა დღემშვიდობისა ყველა ჩვენთან. მადლობა ნონა, დღემშვიდობისა ყველაზე. და როდესაც დედამიწა არის სიკვდილის პირას, ანუ როგორ არის იცით? აი წარმოიდგინეთ, რომ სიმსივნის ბოლო სტადია არა. სიმსივნის ბოლო სტადია დედამიწის გარშემო.
აქ არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ სიმსივნე დაამარცხოს ისევ და ისევ თეთრმა წითელმა უჯრედებმა სხეულში, ხო? იგივენაირად სიმსივნე იმდენად მოდებულია დედამიწას, რომ თუ ეს წითელი უჯრედები არ გააქტიურდნენ, მაშინ მთლიანად დაიღუპება მთელი სხეული. და თუ კი მთლიანად მთელ სხეულს დაღუპვა უწერია, მაშინ სიცოცხლის დასრულებასაც უწერია მომავალი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე გითხარი ჩემს ლაიფებში, რომ სამი ყარი, რომელიც არის ეს განზომილება, სადაც ჩვენ დუალურ სამყაროში ვართ, ხო, სადაც ჩვენ ამ მესამე განზომილების პირას ვართ, ჩაკეტილია უკვე, მაგრამ პრინციპში ვინც გამოსულია იმათთვის, ანუ რჩეულთათვის არის უკვე ეს ყველაფერი მოწყობილი, გადარჩენა თუ კი უწერია ამას, მაშინ აუცილებლად ერევა აქ ზეციური ლაშქარი. და ზეციური ლაშქარი, მეგობრებო, ჩემს ლაიფებს დააკვირდით რა, სადაც საუბრობთ, ესე იგი, ჯვრის მონასტერზე. აუცილებლად ჯვრის მონასტრიდან იწყება. თქვენ არ გეგონოთ, რომ სხვა ადგილი დედამიწის ზურგზე არსებობს სადღაც, საიდანაც დაიწყება გაწმენდა. არ საიდან არ დაიწყება გაწმენდა, დედამიწის ზურგზე, სადაც ქრისტე გაიყვანეს, იქიდან იწყება ისევ გაწმენდა. შემოსვლაც იქიდან იწყება. და ვიღაცეებმა გაიცინეს, საიდან იცითო, რომ ჯვარზე აცვეს ქრისტე ჯვარსო, თქვენ იცინეთ. და საქმეები თვითონ მოხდება. სადაც ქრისტე გაიყვანეს და ამაღლდა, იქიდან იქნება ისევ მეორეთ მოსვლა. იქ იწყება მეორეთ მოსვლა. და სადღაცა დარიალში კი არ წაგუყვანს ილია მეორე. ამ მთაზე აიყვანს თავისი ფეხით ღმერთი ილია მეორეს. ამ მთაზე მოხდება მეორეთ მოსვლა. ამ მთაზე, სადაც ჯვარია. იცოდეთ ეგ. და მეორე ის არის, რომ მეორე არა, მესამე საკითხი. მესამე საკითხი არის ის, რომ აქ ძალიან დიდი საკრალური თემა არის თვითონ ამ ჯვარზე გასაიდუმლოებული, რომელსაც ფარდა უნდა აეხსნას. თუ ფარდა არ აეხდება ხომ ამ საკითხებს. თვითონვე მიახვედრებს ღმერთი მამაზეცი. ეს ამათ აქვს როგორი მომენტი იცი მასონთა სამყაროს. ჯერ კიდევ არიან ესეთ მდგომარეობაში, რომ ჯერათ და უნდათ რომ დაიჯერონ, რომ სხვანაირად გადაარჩენენ, თვითონ გადაარჩენენ რაღაცა. სხვა სასწაულებრივი ძალები ჯერ კიდევ სატანას აქვს ძალაუფლება, გონიათ და ჯერ კიდევ გონიათ, რომ სატანა უშველის მათ, მაგრამ ხომ გეუბნებით რა, თავისი ხელით, თავისი ფეხით, თავისი პირით გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია. მაგრამ სანამ ისინი ამას გააკეთებენ, პროცესებია გასახორციელებელი, პროცესებია მოსახდენი. უნდა გაიაროს რაღაცა ეტაპი. და ეს ეტაპები იციან მხოლოდ იმ ხალხმა, ვისაც წინასწარმეტყველო წიგნებზე აქვს ხელწოდომა და ვინც რჩეულია, რომელსაც გახსნილი აქვს მესამე თვალი კი არა, მეცხრე თვალი. გესმით? და ვისაც მეცხრე თვალი გახსნილი აქვს, ხო? ის უცნაური ტიპია, საერთოდ, ვისაც მეცხრე თვალი გახსნილი აქვს. საზოგადოებისთვის, მასობრიობისთვის ესეთი მეცხრე თვალი გახსნილიანი ადამიანები არიან ეშინიათ ამათი დანახვა. იმიტომ კი არა, რომ ისინი ურჩხულებივით გამოიყურებიან, არა, მათი დანახვა აშინებთ, იმიტომ რომ ისინი არიან სხვანაირები, არაჩვეულებრივები. და ეს არაჩვეულებრივობა ამათ გონიათ, აი გუშინ ვისაც უყვირემე, ხო? გონიათ, რომ ისე უნდა შეცვალონ, როგორც თვითონ მიჩვეულები არიან. და ყველას ვურჩევ რა, რაც ამ მეცხრე თვალგახსნილიან ადამიანებში არ მოგწონთ, ეს არის თქვენი სამუშაო.
თქვენს თავზე იმუშავეთ და თქვენმა თავმა უნდა განგკურნოთ თქვენდე. იმიტომ რომ როდესაც ხედავ ასეთ ადამიანს უცნაურს, ხო? შენ ის უცნაურობა კი არ უნდა შეცვალო, შენ უნდა მოერგო მას. იმიტომ რომ აქამდე მოგცა ღმერთმა შენ დრო, შენ ვერაფერი იქნებ, ტალანტები მოგცათ ღმერთმა. ეს ტალანტები აიღეთ და მიწაში ჩაფლეთ თქვენ. გესმის? და როდესაც მიწაში ჩაფლეთ ეს ტალანტები და როდესაც სხვამ ეს ერთი ტალანტი გააათა, ხო? აი ამ 10 ტალანტის გეშინიათ თქვენ, ამ 10 ტალანტის დანახვის გეშინიათ. იმიტომ რომ თქვენ არ გამოიყენეთ ის შანსი. თქვენ შეგეშინდათ მიწაში ჩაფლეთ. უხუცესები ხართ? თქვენ ხომ მოგცათ ღმერთმა ტალანტი. სად წაიღეთ ის ტალანტები? სად წაიღეთ ის ტალანტები? მიწაში ჩაფლა, პირდაპირ სურათი კი არ არის. მიწაში ჩაფლა ნიშნავს იმას, რომ ზედ დააჯექით, არც ფეხი გაანძრიეთ, არც ხელი გაანძრიეთ, არც ენა გაანძრიეთ, არაფერი არ შეცვალეთ, რაც უსამართლობა ხდებოდა ამ ქვეყანაში, არც ერთ საკითხში ბოლომდე არ მიყევით, სიკვდილამდე არ მიყევით და ეხლა თქვენ თითს უქნევთ იმ ადამიანს, ვინც სიკვდილზე მიდის? თქვენ გინდათ ასწავლოთ იმ ადამიანს, ვინც სიკვდილზე წავიდა? ტრანსფორმაცია თქვენში უნდა მოხდეს. თვალხილულად უნდა მოგკლან. თქვენში უნდა მოხდეს, ხარ მზად თუ არ ხარ სიკვდილზე წასვლის. გეშინია თუ არ გეშინია? თუ არ გეშინია, აკეთებ იმ საქმეებს, როგორ საქმეებსაც მე ვაკეთებ. და ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიჭირეს, ციხეში ჩააგდეს, საგიჟეთში ჩააგდეს და მოკლეს, ყველა ის არის გმირი. ხოლო თქვენ, რომლებიც დაიმალეთ, რომლებიც გაიქეცით, რომლებიც გადაიმალეთ, რომლებმაც ტალანტი მიწაში ჩაფლეთ, გამოსაფხიზლებლად ვუყვირივართ. ის ხალხი, ვინც ყვირივართ. ამ ქალს ვერ დამალავენ. ეს ქალი, რასაც ლაპარაკობს, შენ კი არ უნდა გადააკეთო. უნდა მოისმინო, რას ლაპარაკობს ეს ქალი, გესმის? ქალზეა აქ ლაპარაკი. და აბა მანახეთ, რომელი იბრძვის დღეს, რომელი ქალი იბრძვის დღეს დამოუკიდებლად, რომელი ქალი იბრძვის სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის და რომელი ქალი იბრძვის მარტო. მაჩვენეთ ქალი, რომელიც დღეს საქართველოში იბრძვის დამოუკიდებლად, ყველანაირი სისტემა გარემდგომია, მარტოდ და სიმართლისთვის. ქრისტეს სახელით. მითხართ, რომელი ქალი იბრძვის დღეს საქართველოში. და თქვენ გინდათ, რომ ეს ქალი გადააკეთოთ, ისევ თქვენებურად, როგორც თქვენ ის ტალანტები, რომ მიწაში ჩაფლეთ, თქვენ მოგისმინოთ ამ ქალმა, რომელმაც ეს ტალანტი გააათა? არა, ხო? მიხვდით, ხო, რა შეესაბამება? ხო და ამ ქალს გინების უფლებაც აქვს, თუმცა აღარ შეიგინება. ბილწის სიტყვის თქმის უფლებაც აქვს. ყვირილის უფლებაც აქვს, თითის დაქნევის უფლებაც აქვს, ლაპარაკის უფლებაც აქვს და ყველაფრის უფლებაც აქვს ქრისტეს სახელით. თქვენ თუ ეს არ მოგწონთ, თქვენ კიდევ გძინავთ. ხო და ჩემი ხმა თუ ვერ გაიგეთ, ეხლა ღმერთმა სხვა განსაცდელი მოგივლინათ ზუსტად ჯვარზე. ჩემ ხმას თუ არ ისმენთ და ჯერ თუ კიდევ ეჭვი გეპარებათ რაღაცეებში, ღმერთი დაგანახებთ იმას, რაც რისი დაჯერებაც გიჭირთ. მე კი არ დაგანახებთ, ღმერთი დაგანახებთ. და თქვენ თუ ჯერ კიდევ გგონიათ, რომ აი რუსთაველზე რომ გამოხვალთ სამსახურის მერე, გაისეირნებთ რაღაცა, თქვენს იმას გამოუშვებთ, დაგროვილ ბოღმას და ესე შეცვლით ქვეყანას. ვნახოთ, ამასაც ვნახავთ. რა შეცვლის ქვეყანას, ვინ შეცვლის ქვეყანას, ვინ მოვა, რომელი იქნება ახალი მევენახე და ვინ იქნება ახალი მევენახე.
ამასაც ვნახავთ. და როდესაც მე უფე ქრისტეფორეს უთხარი, რომ 21-დან 23 მარტამდე ვიკრიბებით ჩვენ ჯვარზე, მე უფე ქრისტეფორემ ესეთი რაღაც მითხრა. რატომ ესე შორს? რატომ აქ არა ახლოში? პასუხი გასცა თავად ღმერთმა. რამე თუ ჯვარი მოითხოვს ჩვენს იქ მისვლას. იმით კი არა, რომ მიავედი იქ და ვანდალიზმი დავიწყე. არა, იმით, რომ იქ მივიდნენ და გახმაურდა ეს ამბავი, რომ ჩვენს ჯვარს ტრაქს უშვერენ უცხოელი ტომები. ტრაქს უშვერენ, გესმით? თავიანთ სახელებს აჯღაბნიან ზედ, ფეხებს ურტყავენ და სასაცილოდ არ ყოფნით ის ადგილი, სადაც ქრისტე აამაღლეს. შენ სანამ გონს მოხვალ და სანამ ურიების წრიდან გამოხვალ, ურიების ტყუილიდან და ურიების მოგონილი თავბრუდამხვევი ტყუილებიდან გამოხვალ, მე შენ ვერ დაგიცდი რა. მე მომიწევს ყვირილიც, გინებაც, ტირილიც, ხმაურიც, კივილიც, ცეკვაც და ყველაფერი მომიწევს მანამდე, რომელიც შენ მოგეჩვენება სასაცილოდ, რომელიც შენ მოგეჩვენება უაზროდ, რომელიც შენ მოგეჩვენება სიგიჟეთ, რომელიც შენ მოგეჩვენება ამპარტავნებად და ასე შემდეგ. შენ ყველაფერი ის მოგეჩვენება, ვიდრე ჭეშმარიტად არის. და რისთვისაც საუბრობ, იმას ვერ დაინახავ. შენ ყველაფერი სხვა მოგეჩვენება. იმიტომ რომ შენი ბრალი კი არ არის, იმიტომ რომ შენს გარშემო არიან უხილავი დემონები, რომლებიც გაბრმავებენ, გაყრუებენ და გაბლუებენ. ასე რომ ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. აწი თქმა ჯობს არა თქმასა. თქმა ჯობს არა თქმასა. რამე თუ სიტყვის დროა. ილია მეხრიშვილის არ იყოს ბოლო ხედარს ეწოდება ჰორმონი. ჰორმონი თუ ეწოდება ბოლო ხედარს, თქვენ იცით რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, დაცემული და ამაღლებული. აი ეს ჰორმონი არსებობს ორი მხრიდან. დაცემული, რომელიც მიგითითებს პირველ ჩაკრაზე, აი სადაც სექსუალურობა გამოიცდება და მეორე მიუთითებს ზედა ჩაკრაზე, სადაც არის მესამე თვალი, ანუ ჰიპოფიზი მოთავსებული, გირჩის ჯირკვალი. აი ეს ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს და ისიც ჰორმონებით იმართება ქვედა ჩაკრაც. შენი არჩევანია, სადაერჩევ, ახვიდე მაღლა თუ ჩახვიდე დაბლა. რამე თუ ჰორმონი არის მრავალნაირი. ერთი ჰორმონი არ არის. ჰორმონი მრავალია. როგორც ორგანიზმში, ისე თავის სიტყვის მოცვაში. და ეს ჰორმონები იწყებენ მართვას. შენ თუ ტალანტი ჩაფლე მიწაში და არ ამუშავე და არ შეიძინე ცოდნა, არ გაათე ცოდნა, არ გააღრმავე ცოდნა, შენ გექნება მხოლოდ ის ჰორმონი თავში, რომელიც მოგცა ღმერთმა და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაალპე. მისგან არ შედგა არც ერთი სხვა ტალანტი. და ამის მიხედვით მოგეზღვევა შენ.
აბა კითხვები ხომ არ გაქვთ? კითხვები, მშვიდობა თამა, რას ბეჭდავენ ეს ურჯულოები, მაგრამ სად არიან სამღვდელოება, ხალხი თუ ეხმიანება, ესენი ვერ ხედავენ? მივიდეთ აბა რომელიმე ქართველი მათ სალოცავებში და კუდით ქვა ასროლინებენ ამ ყველა თავისუფალია ქართველის გარდა ძალიან სამწუხაროა ძალიან შენს ქვეყანაში რომ ფეხს გადგავენ. რიმა უშიშროებისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, იქ რომ მივედი და ქრისტეს სიტყვა რო ვთქვი და გაიტანეთ მეთქი ამ ეკლესიიდან ეს დახლი, სავაჭრო დახლი, ეგ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის რომ მუსულმანთა საზოგადოება თუ ვინც არიან ესენი შემოსულები, ინდოელები თუ მაჰმადიანები თუ არაბები ტრაქს უშვერენ ჯვარს. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ის უფრო მნიშვნელოვანია თამარმა რა იყვირა იქ და წირვაზე ხმა როგორ აიმაღლა თამარმა. მეც მოვითხოვ რომ დაისაჯოს ის ადამიანი და სასწრაფოდ გაიძევოს ქვეყნიდან. სასწრაფოდ წესით მოიძებნოს ის ადამიანი, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა, მათი მეგობრობა და სასწრაფოდ დატოვონ საქართველო. მეც მოვითხოვ ამას. და შენც თუ მოითხოვ, თქვენ არ იცით 21 მარტამდე კიდე რეიდი მოხდება რა. არც მე არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედები მაქვს, რომ ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება. მშვიდობა და ღმერთსწყალობა ყველას. ზაზა ამბობს 100%-იანი სიმართლეა. კი, ზაზა ეგრეა. ჯონდი ამბობს გისმინოს უფალმა. მადლობა. ამენ. ამენ, ამენ, ამენ. ყოველად მშვიდობა, ყველა ხო ეს წავიკითხე. აბა მითხარით, თქვენთან რა არის სიახლე? თქვენი სიახლეები მითხარით? მოკლედ, ჩვენ გვინდა, არ გვინდა, დაგიძახეთ, არ დაგიძახეთ, მოხდება, არ მოხდება, ჩვენ მაინც ყველა ავალთ ჯვარზე. ეს გარდაუვალია. იცით რატომ მეგობრებო? იმიტომ რომ როდესაც ამბიონებიდან მოგვილოცეს ქართველებს, რომ მადლობა თქვენო, რომ კიდევ ერთხელ გადაიდო მეორედ მოსვლაო, ეს იყო ძალიან დიდი მესიჯი ჩვენთვის, რომ ჩვენზეა ესე იგი დამოკიდებული, ჩვენ მოვიყვანთ მეორედ მოსვლას თუ არა. ხო და ვისაც ეშინია მეორედ მოსვლის, ის იუდეველია. და ვისაც არ ეშინია მეორედ მოსვლის და სიხარული და ავა იქ სადაც უნდა მოხდეს მეორედ მოსვლა, ის ქრისტიანია. ვისთვის ვიკრიბებითო ჯვარზეო? მე უნდა მკითხოთ ეგ? ეგ მე უნდა მკითხოთ? რისთვის ვიკრიბებით ჯვარზე? მე უნდა მეკითხებოდეთ მაგას? თქვენ არ უნდა იცოდეთ ეგ? რომელ სამღვდელოებაზე საუბარი ყველა მოღალატეა გასაპარსები არიან და პანღურით უნდა გამოირეკონ ყველა ურჯულოურია ხაზარების სომხების მოდგმა. გეთანხმები ზაზა, რომ არა ჩემი მძიმე მდგომარეობისა ვიქნებოდი თქვენთან. დიდება უფალს. თქვენ არ გჯერათ ალბათ რომ მეორედ მოსვლაა მართლა, ხო? 21 მარტს არის აღდგომა. ამ აღდგომას მეორედ მოსვლა იქნება. ვიღაცას გაეცინება, მეც მეცინება, მაგრამ ჩემ სიტყვას რომ ძალა აქ ეგ უკვე ღმერთმა დამაჯერა და ვიტყვი და მოხდება. ასე რომ ღმერთი მალაპარაკებს მეგობრებო, მე ჩემით კი არ ვლაპარაკობ, ღმერთი მალაპარაკებს. და ღმერთი რასაც იტყვის, უნამუსო უნდა ვიყო, რომ არ დავიჯერო რა. როგორ მიაცინეს ერიც და ბერიც.
ეგ ხო მეორე მოსვლის გარდაუვალი სიმპტომია ზაზა ეგრე უნდა მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის განადგურება ჩვენი ქვეყნის განადგურება ვისაც აქვს ჩაფიქრებული ის ნადგურდება თუ დააკვირდით რა სოფლიო მასშტაბით თუ დააკვირდით ხო სოფლიო მასშტაბით რა ხდება ეხლა რა ხდება მოდი გეტყვით სოფლიო მასშტაბით რა როგორ ავხსნათ ბავშვებს და როგორ ავხსნათ ეთერი აბა მითხარი რა გაინტერესებს ჩვენი ქვეყნის სოფლიო მასშტაბით მიდის დიდი ძალების გადანაწილება და ეს ხელოვნურად შექმნილი ხანძრები ჩაძირვები ომები ყველაფერი მიუთითებს იმისკენ რომ დიდი მსოფლიო მმართველები, რომლებიც იყვნენ დღემდე დედამიწაზე, ახალი სიხშირის ქვეყანას ამზადებენ, ახალი სიხშირის პლანეტას ამზადებენ. ახალ სიხშირეზე მდგომი პლანეტა, რომელიც თავისთავად გადაიყოფა სხვადასხვა ნაწილებად, რამხელა ძალა ხარ ერისათვის თამარ ამას ეს დეგრადირებული ადამიანები ვერ ხვდება არა უშავს მიხვდებიან რაც ხდება ჩვენს თავს ამბობს ეთერი როგორ ავხსნათ ბავშვებს რაც ხდება ჩვენს თავს ბავშვები იცით რა არ ავუხსნათ ბავშვები ყველაზე მეტად სუფთად იგებენ იმ ვითარებას რაც ხდება ვიდრე ჩვენ შეგვიძლია რომ მათ აუხსნათ ჩვენი დაბინძურებული გონებებით და ჩაკეტილი და ჩავიწროებული აზრებით. ხო, აი მატრიცასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 2000 წლიდან დაბადებული ბავშვების მატრიცებს მე აღარ განვიხილავ, მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით. 2000 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანი უნარიანი არის იმის, რომ მოერგოს ახალ სიხშირეებს. ესე იგი, ყველა რჩეულია. 2000 წლიდან ვინც დაიბადა, ყველა რჩეულია. მას შეიძლება 1-2 იყოს გამონაკლისი, რომელმაც ვერ შეძლოს, მაგრამ ძირითადად ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ უნდა შევუსწოროთ. არ უნდა შევუსწოროთ, არ უნდა ვასწავლოთ ცხოვრება. იმათგან უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. ამიტომ ჩასვათ ჩარჩოებში ამ ადამიანებს. დააკვირდით ამ ადამიანებს, ისწავლეთ მათგან. მოусმინეთ მათ. ზღუდავთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ თუ მათ შეზღუდავთ, ჩვენ დავიღუპებით, სულ ყველა დავიღუპებით. როგორც ჩემი ყვირილი მოეჩვენა ზოგიერთ უცნაურად, ისე გვეჩვენება ჩვენ მათი საქციელები. და ამიტომ მიდიან ეს ადამიანები და შვებას პოვებენ მერე კლუბებში, ნარკოტიკებში და ასე შემდეგ. შეზღუდავთ ამ ადამიანებს, მიეცით თავისუფლება და ისინი თვითონვე დაანებებენ ასეთ გამანადგურებელ სისტემებს თავს, როგორიც არის ნარკოტიკი, როგორიც არის კლუბი, როგორიც არის სექსი, როგორიც არის ასე სხვადასხვა გადამტანი ვირუსული დაავადებები. და დამოკიდებულებები ასევე. ერთადერთი თქვენ რაც უნდა მისცეთ ამ ადამიანებს, იმის შეგრძნება, რომ აღიაროთ ისინი როგორც ახალი თაობა, რომელიც გადაარჩენს სამყაროს. უნიკალური ადამიანები არიან დაბადებული. არ იცით რა ადამიანები არიან დაბადებული, ამათგან რამხელა ახლის სწავლა შეიძლება. ამიტომ მიეცით მათ იმის საშუალება, რომ თვითონვე აღმოაჩინონ თავისი თავი, შეზღუდავთ. ვერ შეიძლება რაღაცა საქციელები არ გესმოდეთ თქვენ მათი, მაგრამ
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რაღაცა ახალი შემოაქვთ მათ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განსაკუთრებით ეხლა დაბადებულ ბავშვებს, 2020 წლიდან დაბადებულ ბავშვებს გაჯეტებთან ამყოფებთ. ტელეფონებთან, ტელევიზორებთან ძალიან გთხოვთ მოაშორეთ ესენი. ესენი სპეციალურად არის ამათი გონების დასაჩლომრებლად გამოგონებული, რომ გონებას თიშავს უკვე 20 წუთზე მეტი თუ ბავშვმა ციფრულ აპარატს უყურა, საშინელებებს უყურებ ხოლმე, როცა ქალაქში დავდივარ, საჭმლის დროს რომ დაუდებენ ტელეფონს და საჭმი ჭამს და თან ჭამს ავტომატურად. ეს ხდება ძალიან დიდი რა, საშინელება ხდება. არავითარ შემთხვევაში ჭამის დროს ბავშვს გაჯეტი არ დაუდოთ წინ. არავითარ შემთხვევაში ეს არის დამანგრეველი. ეს ბავშვი ვერასდროს ვეღარ გააცნობიერებს იმას, რომ ჭამა რა არის. ვერასდროს თუ შენ 3 წლამდე ამ ბავშვს გაჯეტთან ერთად აჭამე, კვებასთან ურთიერთობა მას დაუმახინჯდება. გადაუგვარდება, გესმის? 2020 წლიდან დაბადებულ ბავშვებს. ეხლა 2000 წლიდან დაბადებულ ბავშვებს ყურადღება მიაქცეთ, რაში აქვთ ნიჭი. ამას მიაქცეთ ყურადღება და ნუ დააძალებთ იმის გაკეთებას, რაც არ უნდა მას რო აკეთოს. აი მაგალითად, თუ არ უნდა პიანინოს დაკვრა, ნუ დააძალებთ და ნუ შეიყვანთ ძალით პიანინოს. ან ცეკვაზე, ან მათემატიკაზე, ან ცურვაზე. მოусმინეთ, მათ ძალიან კარგად იციან რა უნდათ და ამას მოусმინეთ, შეეკითხეთ, დაეკითხეთ, ესაუბრეთ, მნიშვნელოვანია. და რაღაცას ლაპარაკობდი სოფლიო განაწილებაზე, ხო? და გადავიტანე გონება მე ამაზე. ეთერი ამბობს თამარ გეთანხმებიო, ხო, ეთერი კი. ხო, ეხლა რაც შეეხება ბუნებრიობას. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამდენი თანხები გაიღეს იმისათვის, რომ გაეკეთებინათ, ესე იგი მიექციათ თავიანთი გარეგნობისთვის ყურადღება, ზოგმა კედი დაიბერა, ზოგმა ტრაკი დაიბერა, ზოგმა ტუჩები და ზოგმა ცხვირი გაისწორა, ხო? ასეთი ადამიანებისთვის მტკივნეულია იმის გაგონება, რომ ბუნებრიობა შემოდის ძალიან დიდ პატივისცემაში. ანუ იცით როგორ მოხდება, რომ ადამიანი, რომელიც დაინახავს ასეთ ადამიანებს, რომელსაც დიდი თანხები ჩადო თავის სხეულის გადაკეთებაში, იქნება ძალიან მიუღებელი და დაცინის დონემდე მივა, მაგრამ მე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ დასცინებთ ასეთ ადამიანებს. იმიტომ რომ ისინი იმ დროში, როცა შეცდნენ, დაუშვეს შეცდომა მათ. მაგრამ ალბათ მოხდება ეს მასიურად, იმიტომ რომ სინანულს აგრძნობინებს მათ სამყარო. სინანულში უნდა ჩააგდოს, რომ გათავისუფლოს, ანუ გაწმინდოს. ხო. ხო, იმიტომ რომ ეს ბოროტი ხო ესეთი ხეხრიკებით მოქმედებს, რომ ჯერ გამოგატყუებს, შეგაცდენს, მახეში შეგიყვანს და მე დაგცინის. და მასიურად წავა ეხლა ასეთი ადამიანების გაკიცხვა, დაცინვა, დაბულინგება, გესმით, რომ რატო ეხლა გეტყვით, ბოროტს სურს, რომ რაღაცა ენერგიით იკვებოს და რახან უფრო დიდი ცნობიერება შემოდის სამყაროში. მათ წინასწარ დაგეგმა ეს მახე დააგო იმისათვის, რომ რაღაცით მაინც იცხოვროს ბოლო ჟამში, რაღაცა ენერგიით იცხოვროს. და ეს დაბულინგება არის მისი ერთ-ერთი დიდი კოზირი რა. ყველა დროში იყენებდა ამას. და ეხლა შეიცვლება ზუსტად ის, იმიტომ რომ რა აღარ ვილაპარაკებ ბევრს. ხო, სოფლიო მასშტაბით, ხო, აი აქ წავედით ისე. სოფლიო მასშტაბით, როდესაც მიდის დიდი ძალების გადანაწილება, ერთ-ერთი მსოფლიო ძალა არის საქართველო და პირველი ძალა არის საქართველო. ეხლა კიდევ კითხავს ვიღაცა რატო და ჩვენ ვინ ვართ? განა იმიტომ რომ ძალიან მაგარია ქართველი, ვინც არის ქართველი და აი მაგარია ქართველი. იმიტომ რომ სეითის
წარმოშობა, წარმომადგენლობა, რომელმაც მერე გვიშვა ჩვენი მხსნელი იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი და არა ყველასი. აი ახლა მაგას დააკვირდით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეთ. ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. ჩვენი მხსნელი. და სეითის ხაზი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს დღესაც, იყო მარიამი ღვთისმშობელი და რომელიც იყო ქალდეა, რომელიც არის რაჭიდან წარმოშობით. და როდესაც აქედან იშვა იესო ქრისტე, რომელიც მივიდა ჯვრამდე, რომელმაც გამოისყიდა სრულიად სამყარო, ესე რომ ვთქვათ, და ჩვენ გვიხსნა, ქრისტე არის პანტოკრატორი, ანუ ყოვლად მფრობელი. ქრისტე არის იმარჯვებს ანტიქრისტეზე. ანტიქრისტე, რომელიც სისტემაც არის, ანუ ანტიქრისტე არის თვითონ სისტემა, რომელიც დამარცხდება ქრისტეს მიერ და იცით, ცირია გსმაგას ძალა, ცირია ძალა კრავს, მაგრამ მაინც იმარჯვებს მხედზე, არის ზუსტად ამაზე ნათქვამი, რომ ქრისტე იმარჯვებს მხედზე და საქართველოში საიდანაც ქრისტე ამაღლდა, ზუსტად იქიდან იწყება ისევ ანტიქრისტეზე დამარცხება. გესმით? და როდესაც ანტიქრისტე მარცხდება, პირველი ძალა ვინც არის და ვინც იქნება სოფლიო მართველი, რა თქმა უნდა ქრისტე იქნება. ქრისტე იანი. და ქრისტე იანის სისხლი საქართველოში არცაც სხვა ერის წარმომადგენელი ეს არ არის. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ სეითის წარმოშობის წარმომადგენლები. სეითი იყო ადამ და ევას მესამე შვილი. ადამ და ევაში. მაგრამ კაინი და აბელი იყვნენ ადამისა და იალდაბაოთის შვილები. ევამ ღმერთს უშვა შვილები, კაინი და აბელი. ესენი არ იყვნენ ადამი და ევას შთამომავლობა, ესენი იყვნენ ევასა და იალდაბაოთის შთამომავლობა. ადამისა და ევას შთამომავლობა არის სეითი და აი ეს სეითი იქნება იმ სისხლის მატარებელი, რომელმაც შვა ქრისტე და რომელმაც ისევ და ისევ მეორედ მოსვლა უნდა იკისროს თავის თავზე. აუცილებლად წაიკითხეთ მეგობრებო ეს წიგნი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი რა. აუცილებლად. ეს არის უნიკალური კვლევა. უნიკალური კვლევა, მეგობრებო რა. აი ამას რომ წაიკითხავთ, მერე ჩემი საუბრები უაზროდ აღარ მოგეჩვენებათ. გესმით? აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. სამი რამ უნდა გქონდეთ აუცილებლად წაკითხული, თუ გინდათ გაიგოთ რაღაცა ცხოვრებაში, საქართველოში, ქართველმა. ეს არის პირველ რიგში. ვეფხისტყაოსანი მეორე რიგში. სახარებაზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სახარება გადაკეთებულია, მეგობრებო. ბევრი რამეა გადაკეთებული. მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული და ეს წიგნი. თუ კი გინდათ რომ საქართველოს რამე გაიგოთ, ხო, ქართლის ცხოვრებაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართლის ცხოვრება ალბათ ყველა ადამიანის, ყველა ქართველს, თუ კი ქართველი ქვია, უნდა გქონდეს წაკითხული ქართლის ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ბოლომდე წაკითხული ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება არის 4 ტომი. 4-ვე წაკითხული უნდა გქონდეს. რატო იცით? 4-ვეში მოთხრობილი არის
უკაცრავად წმინდა ნინოზე აუცილებლად წაიკითხეთ ქართლის ცხოვრებაში წმინდა ნინოზე ვინ სად როგორ იყო თუ ქართლის ცხოვრებას და სახარებას პარალელურ რეჟიმში წაიკითხავთ ხო იქ დააკვირდებით და მიხვდებით რომ ძალიან ნათელია რომ ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა აუცილებლად წაიკითხეთ ბიბლია და ქართლის ცხოვრება პარალელურ რეჟიმში მე ესეც წაიკითხეთ იცით რა პარალელური რეჟიმი არის აი ახლა ნახეთ რამდენიმე წიგნს მე პარალელურად ვკითხულობ ხოლმე რა პარალელურად შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე ჩემი წიგნის კითხვა მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვარ კიდე სხვა წიგნის კითხვის რეჟიმში იმიტომ რომ ესენი მნიშვნელოვან პარალელებს გაძლევს და პარალელებს გავლებინებს რომ რა როგორ ხდებოდა გესმის ხო და ინტუიციურად წაიკითხეთ რა ინტუიციურად ვინმეს ხო არ უნდა კითხვა ხო რაც ხდება ჩვენს თავს მართალი ხართ ამა რამდენად მართალი უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი თორემ უარეს გაკეთებს ახლა ამ ადამიანს თუ არ მოითხოვ ვენ პასუხს ხო რიმა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს აუცილებლად იცით თუ არა რომ იესოს ყველა მოწაფეს და მიმდევარს აქვს დაწერილი სახარება 800-მდე წიგნია ქრისტიანების ანუ ბიბლიის სული კრებული კი თამარ ვიცი იმიტომ რომ ყველამ აბსოლუტურად დაიწყო მერე ვინც წერა კითხვა არ იცოდა სასწაულებრივი ძალებით სულ ყველამ წერა კითხვა დაიწყო განსაკუთრებით ქალების ნაწერები არის გამოსატანი სინათლის შუქზე განსაკუთრებულად არის ქალების ნაწერები გამოსატანი რა იმიტომ რომ დიდ ყურადღებას მოითხოვს ქრისტე ამახვილებს ყურადღებას რომ ქალებს სხვანაირად ესმით თქვენ ისი არ გესმით როგორც ამათ ეუბნება თავის მამაკაც მოწაფეებს ქრისტე იმიტომ რომ მდედრი ენერგია ძალიან ძლიერია ამიტომ იქოლებოდა მდედრი ენერგია მამრი ენერგიის მიერ იმიტომ რომ ანუ მატრიარქატი თქვენ იცით რომ იყო ერთ დროს და ანუ რაღაცნაირად მოახერხა ამ პატრიარქატმა რომ ზედმოიქცა გესმის და ამოტრიალდეს უნდა ისე იმიტომ რომ პატრიარქს არასდროს არ დაუწყებს დაჩმორებას რა და პატრიარქი მატრიარქს აჩმორებს აგერ თვალს სახეზე გვაქვს რომ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს და აჩუმებს და აჩერებს და იმაში აქცევს ჩარჩოებში აქცევს თავარი ამბობს დიახ სიმართლეს ამბობ განსაკუთრებით ქალების დაწერილი გეთანხმები ხო ეგ ინახება საპატრიარქოში სხვადასხვა ვისაუბრეთ გუშინ ამ თემაზე აუცილებლად დავიდგეთ ჯვარზე ხო და რატო არ აჩენენ იცით მაგ დაწერებს იმიტომ რომ ყველა არის ქართულ ენაზე დაწერილი რა და უბრალოდ ლათინურად და ბერძნულად ითარგმნა მხოლოდ პეტრე პავლეს წიგნი პეტრეს სახარება და პეტრეს სახარება, მათეს სახარება, სიმონის და ეს 4 რაც გვაქვს, ესენი ითარგმნა ლათინურ ენაზე და ეხლა ამათმა რომ გამოაჩინონ ორიგინალი ქალების ნაწერები, ხო გაირკვა რომ ყველაფერი საქართველოდან მოდის და არ აწყობთ. მაშინ ჯერ უნდა თარგმნონ და ეხლა აბა მითხარით რომელ მეცნიერს დაიქირავებენ ისეც, რომ ჯერ ათარგმნინონ და ხმა არ გავარდეს რომ ეს ქართულიდან ითარგმნება ბერძნულში და ლათინურში. ჯერ ლათინურში როგორ დაათარგმნინო, ვერ ათარგმნინებ და მეორე კიდე დრომ გაასწროთ გესმის? ანუ ყველაფერი ინახება საპატრიარქოში. საქართველოს შეიძლება ვატიკანშია, მაგრამ ქართულ ენაზეა ეს ყველაფერი დაწერილი, მეგობრებო, რა იცოდეთ. ქართული ენა იყო ის, რომელიც დაიწერა, სადაც დაიწერა სახარება პირველ ენაზე. სიმართლეს ამბობთ, ჩვენი სამყარო მატრიარქალურია. წავედი ახლა მე მეგობრებო გაკოცეთ ალბათ თქვენით და იფიქრეთ. გააზიარეთ ვიდეოები. გადაუზიარეთ თქვენს საუკეთესო მეგობრებს, ვინც განათლებულია და
გამოსულია, თორე ის ვინც არ იცის ის საცინათ აიგებს ამ ვიდეოებში ისედაც. მეც მიყვარხარ. ვიღაცა მომწერა მიყვარხარო და მეც მიყვარხარ. არ ვიცი ვახარ, მაგრამ მეც მიყვარხარ. სოფლიო პატრიარქები, რომლებიც გამოიყვნენ ვატიკანს, ამას აცხადებენ, ანუ თვითმხილველები. დიახ, ქართულადაა. თამარ. წავედი ახლა მე გაკოცეთ. და მეორეთ მოსვლის დროა მეგობრებო. მეორეთ მოსვლის მესამე წელი გავიდა. მას მერე რაც საპატრიარქოსთან მიმიყვანა ღმერთმა. მესამე წელი საკრალური რიცხვია იცოდეთ. და მაშინ თქვი, ეხლა მოხდება აღდგომა. აი ნახავენ ესენი თუ მართლად მეორედ მოსვლა არ მოხდეს და აჰა მესამე წელი გადის და ნახოთ აბა ნახოთ. გაკოცეთ.